თავდაპირველად დავიწყოთ პირველების ინფორმაციით, როგორც პირველებს კონფიდენციალური წყარო გვიყვება, რამდენიმე წუთის წინ არასრულწლოვანი ნია იმნაძე კლინიკიდან რამდენიმე წუთის წინ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადმოიყვანეს, როგორც პირველებს გვაქვს ინფორმაცია, ამ წუთებში მიმდინარეობს მისი შესახლების პროცედურა და სწორედ ამის შემდგომ არ არის გამორიცხული, რომ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორის მიმდებარედ მისი უფლებადამცველი გამოჩნდეს, რომელიც დღეს მთელი დღის განმავლობაში მედიის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და შესაბამისად უცნობია თუ რა პოზიცია აქვს თავად დაკავებულ ნია იმნაძეს იმ ბრალთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება მას ხელბორკილები დაადო. ბრალის წარდგენას ელოდება კიდევ ერთი ბრალდებული, რომელიც დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მას სახელმწიფო ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ 16 წლის მოზარდის უფლებადამცველს, რომელიც ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გუში გვიან ღამით სამართალდამცველებმა მას ხელბორკილების საცხოვრებელ სახლში დაადეს, სწორედ ამის შემდგომ მოათავსეს ის დროებითი მოთავსების იზოლატორში. უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, რადგან არ ქონდა არანაირი სახის ინფორმაცია წინასწარ გიგა ავალიანის თავდასხმასთან დაკავშირებით და მეტიც. უფლებადამცველი ამბობს, რომ სტომათა დარბაზში მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბრალდება ოფიციალურად მიმართავს სასამართლოს დაცვა ისარგებლებს შუამდგომლობით და სწორედ შუამდგომლობის საფუძველზე ეცდებიან ისინი დაიხსნან 16 წლის მოზარდის საპატიმრო ტყვეობიდან. ბრალი ჯერ არ არის დადგენილი, შეხვედრით რა თქმა უნდა გუშინ შევხვდი. რა თქმა უნდა არ ვეთანხმებით, პრეცედენტო შემთხვევა, როდესაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან იმ საქმეზე, რომელზეც თვითმხილველი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა გამარტყა, მით უმეტეს ინფორმაციაც ვერ ექნებოდა ფიზიკურად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ამდენად ამ ბავშვის პატიმრობაში ყოფნა არის ყველაზე დიდი შეცდომა, შემიძლია გითხრათ. მიმოწერებით სატელეფონო საუბრებით მას ქონდა ინფორმაცია? არა. მის შეყვარებულთან არ ქონია ამ საქმეზე საუბარი? შეყვარებულთან ქონდა შეტყობინებები, მაგრამ არა კონკრეტულად ამ დანაშაულთან დაკავშირებით. მის შეყვარებულს ამ თავდასხმასთან დაკავშირებით თქვენი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არაფერი არ უთქვამს, ხო, როგორც სწორად გავიგე? გამოვრიცხავთ, დიახ, იმიტომ რომ ეს ფატალური შედეგით დამთავრებული ამბავი ალბათ თავადაც არ ელოდებოდნენ, ხო, ვინც ამჟამად ჩავდებული სტატუსი აქვს და მით უმეტეს ანასტასია ბერუაშვილისთვის ვერ იქნებოდა, ხო, ცნობილი, ამდენად ფაქტობრივი გარემოებებიც არ არსებობს ამის. შეუძლებელია ეხლა ანასტასია ბერუაშვილს ცოდნოდა რაიმე ამის ირგვლივ. ნუ ფაქტია ეხლა, რადგან არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ქალბატონი ეკატერინე საჯაროდ ყოველდღიურ თუ არ ვიცი კვირაში რამდენჯერ ავცელებდა ინფორმაციას, ამაზე დაყრდნობით არის ეს საქმე დამოწყებული და გამოძიება. სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვი და უკაცრავად, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის კართან მდგომა თუ ასეთი შედეგის მომტანი იქნებოდა, ნამდვილად არ ველოდებოდი და ვინც კარგი დადგება ამ ბავშვების დასაჭერად უკაცრავად. გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის დაკავებას უკვე რამდენიმე თვე აითხოვს. ეკა კუპატაძე ამ პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ისინი იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ინფორმაცია გიგა ავალიანის თავდასხმასთან დაკავშირებით და მეტიც. ეკა კუპატაძე ამ პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ნია იმნაძე იყო სწორედ ის ადამიანი, რომელმაც დაორგანიზა მის შვილზე თავდასხმა. თუმცა ამ ვერსიაზე სახელმწიფო ბრალდება ამბობდა, რომ მათ არ ჰქონდათ შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც ამ სკოლის მოსწავლეების ბრალეულობას დაადასტურებდა და შესაბამისად ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ბრალდება მათ არ აკავებდა. სავარაუდოდ სახელმწიფო ბრალდებამ ახლა მეტასგან მიიღო დეტალური ინფორმაცია იმ მიმოწერებთან დაკავშირებით, რომელიც ბრალდებულ პირებს, უпростоრეთ ახლა უკვე დაკავებულ პირებს ჰქონდათ წაშლილი და სწორედ ეს მტკიცებულებები გახდა საფუძველი იმისა, რომ არასრულწლოვნებისთვის საგამოძიებო უწყებას ხელბორკილები დაედო. ნია იმნაძე თვითონ ამბობს ბოლო ჩვენებაში, რომ მან უთხრა ალექსანდრე გაბაშვილს გიგას შესახებ. ეს ერთი. მეორე. თქვენია იმნაძის ჩვენება ჩვენ ანძებით ერთად არიან ნია იმნაძე და ალექსანდრე გაბაშვილი, როცა ალექსანდრე გაბაშვილი გიგას სურათებს ქრინავს. ერთად არიან ეს ანძებით ჩანს. როცა რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება გიგას საქმეში. რომ ნია იმნაძის ტელეფონი დიახ იყო გასატარებული. 10 ნოემბერს ჩამოართვეს მას ტელეფონი და 9 ნოემბერი რომ დაღამდა, მან უკვე იცოდა რომ ჩამოართვიდა პოლიცია ტელეფონი და 9 ნოემბრის ღამით გასატარა ტელეფონი. დიახ,
წაქეზება გამოიწვია იმ ქმედებამ, გამოიწვია ეს ქმედება. ანუ ეს შედეგი დადგა. ახლა რაც შეეხება კონკრეტულად სიტყვა წაქეზებას 20 ოქტომბრიდან რატომ ამბობ? იმიტომ რომ ნიაიმნაძეს ეს ამბავი რომ ეთქვა ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანთან არ აუჭირდა. მაგრამ მან კარგად იცოდა, არც მოხდებოდა დანაშაული და იმიტომ არ აუჭირდა. ალექსანდრე გაბაშვილის კრიმინალური წარსული და კრიმინალური აწმყო მაშინდელი იცოდა მთლიანად დიდემად იყო. რა თქმა უნდა ნიაიმნაძემაც იცოდა ეს. და როცა კრიმინალური აზროვნების ადამიანთან საუბრობ, თან ისეთ ადამიანთან, ვისი სიმპათიაც ხარ თუ რა ვიცი რა ქვია, მაგერ თინეიჯერების ენაზე, რა თქმა უნდა ეს უკვე ნიშნავს დანაშაულისკენ ბიძგებას. მე ვიცი ის რომ ნიაიმნაძე სასამართლო პროცესზე ცუდად არ გამხდარა. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, არ გამხდარა, უფრო მეტსაც ფიცავ ჩემი შვილის სიცოცხლეს. ნიაიმნაძე სასამართლოს დარბაზიდან გავიდა გაღიმებული. სწორედ იმ თამარ ნავროზაშვილმა თუ ეხლა ნიაიმნაძე მართლაც ცოტა მე არ მიკვირს. შესაძლოა მართლა მე გავათენე წუხებ თელიღამბე. როგორც ეხლა არ ძინავს ასე არ ძინებია და რა თქმა უნდა იცოდად იქნება. რა თქმა უნდა, მაგრამ ამაში არც მე მიმიწვის ბრალი და მით უმეტეს არც გიგას. ადამიანურად თუ კი ის ახლა მართლაც ცოტა არის, ადამიანურად ჩემი შვილის მკვლელიც შეიძლება შემეცოდოს. მე რომ ნიაიმნაძის სახელი და გვარი ხსენების გამო მიჩივის, სწორედ ის ადვოკატი, მისი ეგრეთ წოდებული უფლებადამცველი, რას აკეთებს უხელ? აკეთებს იმას, რომ ნიაიმნაძე ყველაზე გამამცილებელ სიტუაციაში აჩვენა სრულად საქართველოს. სახელმწიფო ბრალდება ამ დრომდე დუმს. მთავარი საგამოძიებო უწყება არ ამბობს რა მთავარი მტკიცებულებები მოიპოვა გამოძიებამ, რის შემდეგაც არასრულწლოვნებს ხელბორკილები დაადეს. სავარაუდოდ დღის განმავლობაში დროებითი მოთავსების იზოლატორში საგამოძიებო უწყების გამომძიებლები შევლენ, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს ბრალის ოფიციალურ დადგენილებას გააცნობენ და სწორედ ამის შემდგომ გახდება სავარაუდოდ ცნობილი იმ მტკიცებულებების შესახებ, რომელიც გახდა მთავარი მიზეზი, რომ არასრულწლოვნები დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფილიყვნენ.